დადგება ის მომენტი, თუ არაფერი არ ხდება, უცხოელებს გეტყვიან, მიიღეთ ამ ადგილობრივში მონაწილეობა. ამ პირდაპირი თუ ირიბი აღიარების შემდეგ გიგი უგულავა პოლიტიკური გეგმის დასახვით დაკავდა და საკუთარი მოსაზრების გარშემო გაერთიანება სხვა ოპოზიციონერებსაც შესთავაზა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ახალი პირობები დააყენა. ჩამოთვლილ მოთხოვნებს შორის კი პირველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. პოლიტპატიმრების, მათ შორის სააკაშვილის გათავისუფლება. ყველა ბრუტალური და დრაკონული კანონის გაუქმება, რაც ოცნებამ მიიღო ბოლო 1 წლის განმავლობაში, მათ შორის არჩევნებთან და ცესკოსთან დაკავშირებული. კალანდარიშვილის მეთაურობით არჩევნები ვერ ჩატარდება. ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს პლებისციტი შეკითხვით, გსურთ თუ არა ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2025 წლის 27 დეკემბერს. თარიღი ცხადია, სამსჯელოა. სანამ გიგი უგულავა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის წინა პირობებს ითვლის, მის პარტიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგში არ შედის. ჯერჯერობით უცვლელია გვარამიას გუნდის პოზიციაც. ჩვენ პოზიცია არ შეგვიძლია და საუბარია არჩევნების პროცესში ჩართვაზე, არის არასწორი და მზადებაზე არჩევნებისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ არაადეკვატურად, როგორც მინიმუმ არაადეკვატურად აფასებს შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის გამორიცხული, თუ ის პირობები არ შესრულდა, რომელიც დღეს პარტიებსაც დაყენებული გვაქვს. მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციების შეცვლილია გახარიას გუნდშიც. უფრო მეტიც თავად გახარია ადასტურებს, რომ პარტია ამისთვის უკვე ემზადება. გიდასტურებთ, რომ ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით. დიახ, ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ეს იქნება ხელახალი არჩევნები, ეს იქნება თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა ნებისმიერი არჩევნები, რომლებიც ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში. ოპოზიციის შეცვლილი პოზიცია და ერთმანეთის საპირისპირო განცხადებები მმართველი გუნდისთვის მხოლოდ იმის დასტურია, რომ უცხოელი პატრონებისგან დირექტივები უკვე მიღებულია, თუმცა ქართულ ოცნებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე ოპოზიციის პოზიციები კიდევ ბევრჯერ შეიცვალოს. გახარია საქართველოს პოლიტიკური პროცესიდან არც არასდროს ყოფილა წასული, მათ შორის არც საპარლამენტო პროცესებისგან. მისი გათვლა როგორც ჩანს არის შემდეგი, რომ ასეთ ველზე, ასეთ სიტუაციაში, როდესაც სრულად დისკრედიტებული არიან სხვა პოლიტიკური პარტიები, მათ შორის საპარლამენტო პროცესებიდან, მან გამოიყენოს ეს ნიშა, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება რომ ეხლა ამ ეტაპზე არსებობდეს, ერთგვარი უპირატესობა მოიპოვოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით. ბატონი გიგი უგულავას ფროიდისეული წამოწდენა იმასთან დაკავშირებით, რომ უცხოელებისგან ინსტრუქციას, ეს ის არის, რაზეც ჩვენ მოქალაქეებს ამდენი წლის განმავლობაში ვესაუბრებით, მთლიანად კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა მოქმედებს ზუსტად იმ ინსტრუქციების მიხედვით, რაც მათი გარე უფროსების მიერ არის გამოგზავნილი. რიტორიკა, როგორი დავალებაც მიიღეს, აუცილებლად ისინი არაპირებენ, ასე ვთქვათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ასევე საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ, როდესაც ჟურნალისტების მხრიდან ესმოდა კითხვა, რომ რას ფიქრობთ, რა პროგნოზს აკეთებთ, მიიღებენ, არ მიიღებენ, ყოველთვის ვამბობდით, რა დავალებაც ეკრებათ, განახორციელებენ იმას. ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებს დღის წესრიგში არ აყენებდნენ და ბოიკოტს აცხადებდნენ, არჩევნებზე აქტიურად მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ქართული ოცნების გადაწყვეტილებით მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის სასამართლოში შეტანის ვადამ გადაიწია.